ისევ წვიმს, ისევ ქარია, სუსხია. მაგრამ გულში დარია. არ მოგაქცევთ ყურადღება. მიცივა. ერა. მიდლი. ალო. დაუბრუნდით. ალო. Sorry, მე დამწყები ფრენზერი ვარ. მოგესალმებით ევროპეას სავაჭრო ცენტრიდან. როგორც ხედავთ, ძალიან ცივა და გავითვალისწინეთ, რომ 27 მარტია. თუ ზერო. 28. ჩვენ თვითონ ღამე დღე ნამგზავრი აქეთ. და რას მივირთო? ყველაზე მთავარი ეგ არის. იცით ეს რა არის? დაგვეწერეთ კომენტარებში დაგვეწერეთ ეს რა არის თქვენი ასვით. დაუბრუნდით, დაგემოვნებით. სულ რაღაც 50 ცენტად შეგიძლიათ აი ესეთი კრეატიული, ორიგინალური წვენი მივირთოთ. მე საჩუქრად მოვყვები მე. აუი. ბოდიში. ხომეგეფარე. აბა შენ დავიდეთ? ალო. ახლა ჩვენ მივდივართ ბრატისლავას ძველ ქალაქში, ცენტრში უბრალოდ და ჩვენს გაჩვენებთ როგორია ბრატისლავას ცენტრი. ია, ცივა? როგორია მიდია ბრატისლავაში? ესენი რომ მიკეთე ზემან არ დამწოვდა და ეს არ დამიგეთა. დიხო. მაგარი ედა. იმი რა ვახარ. კარგად, უბრალოდ ყურები ვარ გამეცას. თუ შევით როგორ მაგრამ ჩვენ მაინც შევწყდით და ბრატისლავას კარიბჭე მოიგონით. მასესი. კარგამინში ალბათ სასწაული იქნებოდა. ისევ ბრატისლავადან, ისევ წვიმს, ისევ ქარია, სუსხია. მაგრამ გულში დარია. ესეც ჩვენი მიდლი. ეხლა და საღამოსთვის პროდუქტები შევიცნოთ. რატო არ გიშვენ? კაჭკა გინდა? ხო, კაჭკა მინდა რა. ამის ძალიან დიდი კაჭკა ამას რას გაყოფს? ხო, არა. ოკეი, სა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვართ წარმოდგენილი იმით რა ქვია იმას ქართულად როგორ არის სიით რა
უკვე დამავიწყდა იმდენი ხანია ვარ ფაკისლავეში, უკვე აქაურად ვაზროვნებ და დამავიწყდა, საიდან გავიდეთ? მოსწავლეთ დავიწყო. ხო. ეს ყოველი რამდენი ყოდები და ეხლა ხოლო ვაწვა. დღეისთვის კი არა ხარ შემზადებიც და Yes. გვაქვს შესაძლებელი. ნადი. კანადია. აბა მოდი აბაჭეთ ერთ კითხი. აი მე სამგზელია. ეს წავა. ერთი ბოლო ერთ საკმარისია ხო? კი. Yes, მინდათ, კი. კულინარი. და რესინი ხო? ჰა? 1 ევრო და 69 ცენტი და მიზიზღება. არ მოგწონს? არა, პირიქით მომწონს და მინდა რომ აქ დავრჩე. მიზიზღება რა? არა, პირიქით. მინდა რომ აქ დავრჩე და ისე ყველები ყოველდღე მიყიდო. ნეგორთა იგულია. მაგრამ ეს არ მინდა. ორიგინალურია. კიტრი მაქვს, პომიდორი ვიყიდე, სალათის ფოჩელი ვიყიდე, დამრჩა წყალი, კოლა, ტუნა, ძეხვი, ნარიყველი, დოშირაკი. აბა რა ვიყიდე? ეს არის? მე მგონი. იოგურტი სიაში პილოს. ქონდა? იოგურტი. სამ ქონდა? სიაში გეწერა იოგურტი. აი, დამეტებით ეს. ბონუს. სადაგზა კულინარებს გაგვახსენდა და ეს არ გინდა იოგურტი შენ? არა. ცივა. არა. აუ, არა, ცივა. ცივა. თორე ამას რა ჯობია ნახეთ. ნახეთ 60-ია. მაინც გინდა? არა, მინდა რა ეხლა, მე სიამოვნებოდა. ამ სიცივეში. ხო, აი, არ ჩოგოჭკიდა. მიდი აბა. ხადე მოდი აიღე აბა. კარგი ვერ გავხსენი კაკო. ისტორიულია. ეხლა რა ვქნა? აქ ჩავდო? First. პირველი. მე რა ვქნა? ახლა დახრებ. დახურე? რა დახურე ისე? ნე, ასაკეთე პარასოლო. ეხლა მინდა რომ ეს დავჭრეთ ხო? ეს კაი ზომა ინტერესებს მე. ხელები მინაქვს აი ეს პირველი. ჰებე. მოდის. ხათეთ ფანი რო არ მაქვს. იქ ხარ. ტექნოლოგია. გოგო, 1 ცენტი, 1 ევრო ღირს. არა ტექნოლოგია. მინდა. ზისთვის ესენი ხო არ ვიყიდოთ. იმეებსაც ვაკეთებ იცოდე. ის ხო, არა, ტკბილი. ამას გულში რამე ის აქვს? შოკოლადი. ვერგონი. ჯემი ნახე, ეციბო. ეს იქნება ალუბლიანი. ცების განყოფილებაში. იმენი ავიღო. არ ვიცი. ყველის არ იყოს თავარია. ესეთი მოგწონს ხიფიანი? ეს მაგას რა? ხალხი და წვანე ხალხია. იყოს. სვეტანა. Yes. აიო. იყოს. იმასაც მოვადი. ნებაია. ერთ წავიღოთ თუ ორი? ერთი. ვაჭ. ხო. ყველაზე იაფონი ეს არის. წავიღოთ მე იქ. ხო? დათავარ. როგორც იქნა მოვედით. ეხლა ნახოთ რა შევიძინეთ ჩვენთვის ყველაზე საყვარელ პროდუქტების მაღაზია Lidl-ში. ხო. ისე გამოდის რომ რეკლამას მოკეთებთ, მაგრამ რა ვქნათ, მართლა კაია და. სიტყვაზე გვენდეთ რომ დავხარჯეთ ზუსტად 19 ევრო და 50 ცენტი თან ზუსტად. ჩაიკი არ მოქვს, იმიტომ რომ გადაგვიგდო მოლარემ და წამოვიდით. ბოგვერი და ქეთქით რაღაცა და მოდი წყლით დაიწყო. წყლით დავიწყო. ეს არა მოხდეს. წყალი. რომელიც აუცილებელია ჩვენნაირ დაღლილი ადამიანებისთვის. ლუდი, რომელიც ასევე აუცილებელია დაღლილი ადამიანისთვის. სალათის ფორცელი. ძალიან მიყვარს. ამას მე გადავდა. იმის თაიგული. ხო, ჩემი თაიგული. კიდე რა გვაქვს? ყველი გვაქვს. ძეხვიც გვაქვს.
მეორე ძაფი გვაქვს. უი, მე გამახსოვდა. სალიანი არის ეს. ტუნაც გვაქვს. რომელიც 99 ცენტი ღირდა ზუსტად, ეგ მახსოვს კარგად. ჩერი. ეს ღირდა 1 ევრო და 39 ცენტი. ვიდეოშიც ახსენე. იოგურტი და ხაჭოსებრი ყველი, ძალიან გემრიელია, მე მიყვარს. მეც გიზდები. მისთვის ყველი არის ყველაფერი. ხო. დოშირაკის ბიძაშვილები. რა ქვია, კანია. ხო, კანია. კანია, მაიც. სუსხიან დღეებში. ფუნდეს მაიც გახდება. სათაჩორის 39 ცენტი ღირდა. ეს პური. ტოსტი, თვითონ დიდლის წარმოების პური არის. კოლა და კეჩუპი. გაითვალისწინეთ, რომ ესეთი დიდი ზომების ყიდვა მოგვიწევთ. და კიდრი. ესენი გააცანი და მე მთავარ გმირთხოვე. არა. დესერტად დონატები წამოვიღეთ და ჩიპსი. რა თქმა უნდა. და ჩვენი სიყვარული. პური. რომელიც ნახევარი გზაში შეუჭამე. ხან ცოტა სველია კიდე რა, იმიტომ თუნდა. წვიმდა ხარი, ყველაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი მოვიარეთ. და შეიმშვიდობი დაუბრუნდით, ხო? დიახ. მოკლედ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მაღაზია Lidl-ს, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არის გავრცელებული. შეგიძლიათ ჩამოსვლისას შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი. კი, მე ვითხოვ რომ თბილისშიც იყოს, ოღონ აქაური ადეკვატური ფასებით. დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.